თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა დავალება გარედან და რადიკალების სურვილი გეგმის შესახებ ელენე ხოშტარია საუბრობს და 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლას აანონსებს. მმართველი გუნდი დონორებისგან ოპოზიციისთვის გაცემულ დირექტივებზე საუბრობს. მარიამ ბუღაძე ამბობთ. ეს დღე არის არა ხალბი არჩევნების, არამედ ხალბ არჩევნებზე უარის თქმის დღე. რუსული რუბლებით დაფინანსებული რადიკალის ფიქრები ისევ არეულობის მოწყობამდე მიდის. როგორც ჩანს, ურეიტინგო ოპოზიციამ საზოგადოების ნდობა ისევ ვერ მოიპოვა და თავისი პარტიული აქტივით არჩევნების ჩაშლა სურს. ამათსალ საოლქო კომისიაში მონები უნდა მივიდნენ და ვითომ ხალბი პროცესი უნდა აკეთონ. არ უნდა მივიდნენ. არ უნდა აკეთონ. ყველა უბანში 80%-ია ჩვენსკენ. ჩვენ პარტიას ეს ინიციატივა მანამდეც ჰქონდა გამოთქმული და ამასთან დაკავშირებით მუშაობთ. მე აქტიური პროტესტის მომხრე ვარ, რომ დაჭირილება ნაკლები ადამიანი გავიდეს არჩევნებზე. ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებს ეხმიანება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულია, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან 8 თვის შემდეგაც კი ვერც ერთმა მხარემ გაყალბების მტკიცებულება ვერ წარადგინა. უწყება ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა მოახლოებული მუნიციპალიტეტის არჩევნები ისევე როგორც გასული სხვა არჩევნები ჩატარდეს მაღალ პროფესიულ დონეზე სტანდარტების სრული დაცვით. ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, აქვთ უფლება იბრძოლონ პოლიტიკური მიზნებისთვის და მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიებში. თუმცა მტკიცებით ფორმაში განცხადებები, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, რასაც უნდა დაიწერენ და ასე შემდეგ, სცილდება ყველა დასაშვებ ზღვარს. ქვეყანაში მიმდინარე რადიკალურ პროცესებზე პასუხისმგებლები ოპოზიციასთან ერთად დონორი ორგანიზაციები არიან. ქართული ოცნებისთვის რადიკალების არაკონსტიტუციური ქმედებების სწორედ გარე ძალების წახალისებულია. ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მაღალი რეიტინგი, ვიდრე ქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ოპოზიცია არის აბსოლუტურად განცერული. აღარიციან რაკნან თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ მიიღონ საკრებულოებში. თან მეორე მხრივ ხედავენ, რომ აბსოლუტურად განცირული არიან მარცხისთვის. ამასთან არის დაკავშირებული ის შიდა რაღაცა ბრძოლები, რომელსაც ხედავთ ჩვენ ოპოზიციაში, რაც კარგია და მთავარია, ოპოზიცია არის აბსოლუტურად დაშლილი და მოშლილი. ხელი რომ ჩამოართვა ბრიტანეთის მინისტრმა იმ ადამიანის ჯგუფი დღეს ემზადება ადგილობრივი არჩევნების ჩაშლისკენ. შესაბამისად, ყველა ვინც თანამშრომლობს ამ დაჯგუფებასთან, ყველა ვინც მას ფულს აძლევს, ყველა ვინც მას ხელს ართმევს და ასე ვთქვათ, ამითი გარკვეულ სალონურ ურთიერთობაში შედის მასთან, აქეზებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმას და შესაბამისად არის თანამონაწილე ექსტრემისტული დღის წესრიგის. უცხო ძალების მარიონეტებად ქცეულებმა დავალება ამჯერადაც პატრონებისგან მიიღეს. ხოშტარიას განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათი მიზნები ყოველთვის ანტისახელმწიფოებრივი იყო. ოპოზიციას მოუწია აღიარება, რომ მთელი ეს პროცესები, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა ქვეყანაში, ერთ-ერთ მიზანს ემსახურებოდა ძალისმიერი მეთოდებით შეცვლილი იყო ხელისუფლება. აგენტურულ ოპოზიციას უდგას არა მხოლოდ კრიზისი, არამედ აპოკალიფსიც. ისინი ფანტასმაგორიაში არიან უკვე გადავარდნილი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გარკვეული დავალება არის მათი პატრონების მხრიდან გაცემული, რომელსაც რა თქმა უნდა არანაირი რესურსი არ გააჩნია. ელენე ხოშტარიამ თუ შეძლოდა რამე დაანგრია ეს საკუთარი იმიჯი, იმიტომ რომ მას მერე რაც მithumetes გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ რუსეთის საბიუჯეტო სახსრებით ხდება მისი და მისი ოჯახის დაფინანსება დღემდე. აგენტურული ოპოზიციის ანგარიშზე 4 წარუმატებელი რევოლუცია. საზოგადოებამ სხვადასხვა წელს არჩევნებზე გაკეთებული არჩევანით რადიკალებს უარი არაერთხელ უთხრა.